გამარჯობა, ეს დიდი ვეზირის მორიგი ეპიზოდია, მე შოთა თხელიძე ვარ. დასაწყისისთვის მოიწონეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი, რომ არ გამოჩნდეთ შემდგომი ჩემი ვიდეოები. ამ ეპიზოდში შევაჯამებ გასული დღის მოვლენებს, ეგრეთ წოდებულ 12-დღიან ომს ირანსა და ისრაელს შორის და გარკვეულ ანალიზს და დასკვნებს შემოგთავაზებთ. გახშირდა დისკუსიები იმის შესახებ, თუ ვინ გამოვიდა გამარჯვებული ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების შედეგად და ვის მიეცა გარკვეული უპირატესობა არის დაპირისპირება ამ საკითხზე. და ამ შეკითხვას რომ გავცეთ პასუხი, უნდა გავცეთ პასუხი ზოგადად რა არის ომი. ომი არ არის ცალკე აღებული რაღაც სამხედრო მოვლენათა ერთობლიობა და ის არ შეიძლება განხილული იყოს მხოლოდ აი ამ სამხედრო განზომილებაში. ჩვენ უნდა მოვიყვანოთ ცნობილი სამხედრო თეორეტიკოსის, პრუსიელი სამხედრო თეორეტიკოსის კარლ კლაუზევიცის ციტატა, რომ ომი ეს არის პოლიტიკის გაგრძელება სხვადასხვა მეთოდებით, ხო? თუ რაღაცა რბილი ხერხებით და დიპლომატიის ხერხებით ვერ აღწევ მიზნებს და ბოლოს იძულებული ხდები, რომ გამოიყენო ესე მკაცრი ხისტი ძალა, რასაც ეწოდება ომი, სამხედრო აგრესია, ხო? ამიტომ ომის შედეგები უნდა განვიხილოთ არა სამხედრო რეზულტატით, არამედ პოლიტიკური რეზულტატით. ანუ რა პოლიტიკური მიზნები მიიღწა ერთი მხრიდან და მეორე მხრიდან ამ შემთხვევაში. და ამითი გაეცემა პასუხი. თუ მაგალითად მხოლოდ სამხედრო განზომილებით განვიხილავთ კონფლიქტებს და დავთვლით თუ ვინ უფრო მეტი დრონი ისროლა, ვინ უფრო მეტი რაკეტა ისროლა, ვინ უფრო მეტი ბომბი ისროლა, ვინ უფრო მეტი შენობა დაანგრია, ვინ უფრო მეტი ადამიანი დახოცა, ამ განზომილებით თუ ჩვენ გავყვებით, ჩვენ მივიღებთ არასწორ პასუხებს კონფლიქტის შესახებ. ხო, მაგალითად თუ ჩვენ ასე დავიწყებთ ომების გაანალიზებას, მაშინ გამოდის, რომ მაგალითად შეერთებულ შტატებს ვიეტნამის ომი მოუგია, იგივე კორეის ომი მოუგია, იგივე ავღანეთის ომი მოუგია. იგივე მაშინ შეიძლება იმ პარადოქსამდეც მივიდეთ, რომ მეორე მსოფლიო ომი გერმანია მოუგო საბჭოთა კავშირს. გამომდინარე იქიდან, რომ ყველა ამ ომში, ამ შემთხვევაში შეერთებულმა შტატებმა გაცილებით მეტი სამხედრო ძალა გამოიყენა და გაცილებით მეტი ზიანი მიაყენა მის ოპონენტებს, მოწინააღმდეგეებს, ვიდრე თვითონ, მაგრამ პოლიტიკური შედეგი დადგა ისეთი, რომ ეს პოლიტიკური შედეგები ვერ მიიღწა, ხო? იგივე ხა მეორე მსოფლიო ომშიც გაცილებით მეტი სამხედრო ძალა გამოიყენა ნაცისტურმა გერმანიამ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, მეტი სამხედრო მოუკლა საბჭოთა კავშირს და მეტი ჰუმანიტარული მსხვერპლი მიიღო საბჭოთა კავშირს, ვიდრე გერმანიამ, მაგრამ შედეგი, ან პოლიტიკური შედეგი სხვანაირი დასრულდა საბოლოოდ. დასაწყისისთვის ავიღოთ თუ ვინ იყო დაპირისპირებული მხარეები. ერთ მხარეს გასაგები იყო ირანი, რომელსაც რეალურად დამხმარე ამ შემთხვევაში არავინ არ ყოლია, კი მას ასე თქვა პოლიტიკური მხარდამჭერები ყავდა, ამ შემთხვევაში პაკისტანის, ჩინეთის, შეიძლება რუსეთის სახითაც, მაგრამ ამ კონფლიქტში ეს ძალები უშუალოდ არ ჩართულან. გულისხმობ იმას, რომ ასე თქვა უშუალო სამხედრო ოპერაციებში ჩართვას, არამედ მათ პრაქტიკული დახმარება არ აღმოუჩენიათ, ანუ მათ არ მიუწვდიათ გარკვეული სამხედრო შეიარაღება, სადაზვერვო მონაცემები, ასე შემდეგ. მაგრამ მეორე მხარეს არ იყო მხოლოდ ისრაელი და არ იყო მხოლოდ შეერთებული შტატები. ჯამურად ეს ორი ბირთვული ქვეყანა იყო, მაგრამ ირანის წინააღმდეგ რეალურად მონაწილეობდა თითქმის ყველა არაბული ქვეყანა, რომელიც არის ახლო აღმოსავლეთში. ეს არის სირია, ეს არის იორდანია, ეს არის საუდის არაბეთი, ეს არის კუვეიტი, ეს არის ყატარი, ეს არის ემირატები, შეიძლება ჩავთვალოთ თურქეთიც და შეიძლება ჩავთვალოთ აზერბაიჯანიც. ანუ მთლიანად დასავლური სამეზობლო ირანის ერთადერთი გამონაკლისი შეიძლება იყოს ერაყი, რომელიც ჯერ კიდევ მოდი ასე ვთქვათ, რომ არის პოლიტიკურად ოკუპირებული ქვეყანა შეერთებული შტატების მიერ, რომელსაც არ აქვს საკუთარი სუვერენული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა, მოსახლეობას აქვს ასე ვთქვათ კი პრეფერენცია, რომ ხარი დაუჭიროს ირანს, მაგრამ ამისი განხორციელების პრაქტიკული შესაძლებლობა ერაყში საზოგადოებას არ გააჩნია. ანუ თუ მაგალითად ეხლა რუკასაც შევხედავთ, რას გულისხმობ ამაში, რომ ეს არაბული ქვეყნები იყვნენ ირანის წინააღმდეგ ამ შემთხვევაში. პირველი რომ ამ არაბული ქვეყნების საჰაერო სივრცე იყო თავისუფლად გამოყენებული როგორც შეერთებული შტატების მხრიდან, ასევე ისრაელის მხრიდან, სხვადასხვა თავდასხმების განსახორციელებლად იქნებოდა ეს ავიატო სარაკეტო თავდასხმები და მეორე, როდესაც ირანი გაისროდა საკუთარ დრონებს, ბალისტიკურ რაკეტებს, სხვადასხვა ტიპის რაკეტებს
მას უნდა გაიარა რამდენიმე თავდაცვითი ზღუდე, რომ ასე ვთქვათ, ჩასულიყო ისრაელში და საკუთარ მიზანს მიაღწია, ხო? აქ რუკაზეც შევხედავთ, გასროლილი რაკეტები და დრონები ჯერ, ასე ვთქვათ, ხდებოდა ერაყში განთავსებული ამერიკული თავდაცვითი სისტემები, შემდგომ, სპარსეთის ყურეში არსებული ამერიკული ბაზებიდან თავდაცვითი სისტემები, ყატარიდან, კუვეიტიდან, საუდის არაბეთიდან, საზღვაო გემებიდან და ასევე საბოლოოდ მე იორდანიაში მდებარე ამერიკული ბაზები იქნენ, ასე ვთქვათ, იყვნენ გამოყენებული თავდაცვითი სისტემების კუთხით და საბოლოოდ, ეს ზღუდეები უნდა გაიარა, ამას პლუს ემატებოდა კვიპროსში ბრიტანული ბაზიდან ბრიტანული და ფრანგული ავიაციის დახმარება, აი ამ თავდაცვითი დრონების შესაკავებლად ძირითადად და შემდგომ უკვე ერთვებოდა ისრაელის თავდაცვითი სისტემა. მთელი რიგი ზღუდეები იყო იმისათვის, რომ აი ეს ბალისტიკური რაკეტები ჩასულიყო ისრაელამდე. ამიტომაც იყო, რომ ირანი ისროდა რამდენიმე ათეულ დასაწყისში, რამდენიმე ათეულს, რომელიც პირველ-მეორე დღეს ასეულს გადააჭარბა და მხოლოდ მცირე ნაწილი, ასე ვთქვათ, ჩადიოდა ისრაელამდე და ხდებოდა ისრაელში მდებარე სხვადასხვა ასე დანიშნულების პუნქტებს. როგორც ხო, ასევე არის ესეთი ბევრი სტატიას დაიწერა, რომ ისრაელის ავიაციამ ხანდახან გამოიყენა თურქეთის საჰაერო სივრცეც და აზერბაიჯანის საჰაერო სივრცეც, თუმცა ეს ოფიციალურად არ დასტურდება. გამოდის, რომ ერთ მხარეს იყო, როგორც ვამბობთ, ირანი და მეორე მხარეს იყო ისრაელი და შეერთებული შტატები და მისი მოკავშირე მთელი არაბული და ნატოს წევრი ქვეყნები, რომლებიც იყვნენ თუ თავდასხმით ოპერაციებში არა, მაგრამ აქტიურ თავდაცვით ოპერაციებში ჩართული. ეხლა დავსვათ შეკითხვა, რითაც დავიწყე, ხო, პოლიტიკური მიზნები. ომის დასაწყისში ისრაელმა განაცხადა, რომ ეს ოპერაცია მისი იქნებოდა ორკვირიანი, რომლის მიზანი იყო ირანის ბირთვული პროგრამის განეიტრალება და ასევე შეიძლება ამას ვთქვათ, განუცხადებელი მიზანი, ეგრეთ წოდებული ხელისუფლების ცვლილება, თეოკრატიული სისტემის ცვლილება ირანში და ამის შესახებ საკმაოდ აქტიური დისკურსი წარმოებდა როგორც ისრაელში, ასევე დასავლურ მედიაში და რამდენიმე დღის შემდგომ კონფლიქტის დაწყებიდან უკვე თავად შეერთებული შტატების პრეზიდენტიც დონალდ ტრამპიც გამოირჩა თვალსაზრისით, რომელმაც თქვა, რომ რატომაც არა ხელისუფლების ცვლილება, პრაქტიკულად ეს შეიძლება უკვე ვთქვათ, რომ რამდენიმე დღის შემდგომ უკვე გაცხადებულ მიზნათაც გადაიქცა, რომელიც შოკურ მდგომარეობას უნდა გამოეწვია პირველი საათების სამხედრო ოპერაციას, რომელიც ესე ვთქვათ, რომელმაც დასაწყისში მოახდინა გარკვეულწილად პარალიზება ირანული თავდაცვის ძალების. გავყვეთ ახლა ამ ორ მიზანს. პირველი დავიწყებ ან მეორე განუცხადებელი მიზნით, თეოკრატიული სისტემა, როგორც ხედავთ, სახეზეა. მან მოახდინა გარკვეულწილად აი პირველი დღეების შედეგად სწრაფი რეაბილიტაცია და საპასუხო დარტყმების მიყენება ისრაელზე და ჩვეულებრივად თუ არ ჩავთვლით აი პირველ ორ დღეს, დანარჩენი დღეები, როგორც სამხედრო ვერტიკალი, აი ეს command system, ბრძანების გაცემის სისტემა მუშაობდა ეფექტურად და ასევე მუშაობდა პოლიტიკური ვერტიკალიც, ხო? მიუხედავად იმისა, რომ დანაკარგები, სამხედრო დანაკარგებიც, ადამიანური რესურსების დანაკარგებიც იყო, პოლიტიკური დანაკარგებიც, მაგრამ ამ შემთხვევაში მცირე. ამ თვალსაზრისით ირანის სახელმწიფო, ასე ვთქვათ, სახელმწიფო სტრუქტურა არ ჩამოშლილა და დღემდე ფუნქციონირებს. დანარჩენ საკითხებს მოგვიანებით შევეხებ. მეორე რაც შეეხება აი მთავარს ბირთვულ პროგრამას, რის გამოც შემდგომ შეერთებული შტატები ჩაერთო ამ კონფლიქტში, ხო? ნახეთ ეს ფორდოუს, ნატანსის და ესფაჰანზე თავდასხმები, გამოვიდა დონალდ ტრამპი და პიტ ჰექსეტი, რომ აბსოლუტურად განადგურებულია ეს ურანის გამამდიდრებელი პუნქტები, მაგრამ ჩვენ შემდგომ დღეებში ვნახეთ არაერთი სტატია და არაერთი ნახევრად გამოძიება, რომ ეს სურათი ისეთი არ არის, როგორცაც ამ შემთხვევაში დონალდ ტრამპი სახავს. პენტაგონის თავდაცვის დაზვერვიდან გაჟონა ინფორმაცია, რომელიც როგორც შემდგომ გაირკვა CNN-მა მოიპოვა
და CNN-მა, ასე ვთქვათ, გამოაქვეყნა სტატია, რომელსაც ახლა ანახებთ, რომელიც ასეთი სათაური იყო, რომ ამ საჰაერო დარტყმებმა, რომელიც განხორციელდა შეერთებული შტატების მხრიდან, სრულად ვერ დაანგრია ეს ბირთვული პუნქტები, მხოლოდ რაღაც ზიანი მიაყენა. იმავე შინაარსის მქონე სტატია გამოაქვეყნა შემდგომ New York Times-მა, რომელიც ამბობს, რომ აი ამ დაბომბებამ მხოლოდ რამდენიმე თვით უკან დახია ირანის ბირთვული პროგრამა და რომ Firdows ეს დაწესებულება, საწარმო ცენტრი, პუნქტი სრულად არ განადგურებულა, მხოლოდ მის ორ რაღაცა ნაწილს მიადგა ზარალი. მაგრამ გარდა ამ სტატიებისა, პოლიტიკომ გამოაქვეყნა ასევე საინტერესო სტატია სათაურით, რომ ასე ვთქვათ, JD Vance ცდება, რომ ბირთვული პროგრამა სრულად განადგურდა და რომლის ავტორი არის ჯეიმს აქტონი, ეს არის კარნეგის ცენტრის ბირთვული მიმართულებების სპეციალისტი, განათლებით ფიზიკოსი და მისი სტატია არის საკმაოდ საინტერესო, ასე ვთქვათ, მოსაზრებებს გვთავაზობს. ამ სტატიაში არის ნახსენები, რომ 3 სვეტი, რაც საჭირო არის ბირთვული პროგრამის არსებობისთვის, ეს 3 სვეტი ირანს კვლავ გააჩნია. ეს არის გამდიდრებული იურანი, ცენტრიფუგები და აი ამ პროცესის საწარმოებელი ცოდნა. ეს არსებობს. ასევე აქ იყო ნახსენები, რომ კონფლიქტამდე ირანს გააჩნდა დაახლოებით 400 კილო გამდიდრებული ურანი, 60%-მდე გამდიდრებული ურანი, რომლის კვალი დაკარგულია. ანუ ეს სავარაუდოდ ეს ამ მოცულობის გამდიდრებული ურანი იმყოფებოდა როგორც Firdows ბაზაზე, ასევე ისპაჰანის ბაზაზე, თუმცა დარტყმებამდე რამდენიმე დღით ადრე ის გაიტანეს. ეს ამ გამდიდრებული ურანის კვალი, როგორც გითხარით, დაკარგულია და მასზე კონტროლი და თვალის დევნების შესაძლებლობა უკვე აღარ აქვს საერთაშორისო ბირთვული ენერგიის სააგენტოს. დაკარგა კონტროლი ამ შემთხვევაში და აქაც წერია, რომ ეს გამდიდრებული ურანი ნაწილ-ნაწილ შეიძლება გაიტანეს პატარა, ასე ვთქვათ, ჟანგბადის ბალონების მსგავსი მოწყობილობებით და რომელიც შეიძლება, ანუ ის არ არის აუცილებელი, რომ ერთ ადგილზე მოხდეს მათი კონცენტრირება და შენახვა, ის შეიძლება გაიფანტოს მრავალ ადგილას, რომელზედაც, ასე ვთქვათ, თვალის დევნება და მათი მოძებნა და გაგება თუ ვინ როდის წაიღო, ეს პრაქტიკულად შეუძლებელია. ასევე ჯეიმს აქტონი წერს, რომ დიდი ალბათობით ირანს უკვე აშენებული ქონდა რამდენიმე პატარა მოცულობის ესეთი ურანის გამამდიდრებელი პუნქტი, რომელზედაც ინფორმაცია არ ჰქონდა საერთაშორისო ბირთვული ენერგიის სააგენტოს და შესაძლებელია, რომ აი ამ ჩვენთვის უცნობ პუნქტებში გაანაწილეს ეს გამდიდრებული ურანი და ასევე წერს, რომ თუ ეს რეალობაა, მაშინ სულ რამდენიმე თვე დაჭირდება ირანს, რომ აღადგინოს აი ეს ციკლი, ბირთვული პროგრამის სრული ციკლი, რომელსაც ის აქამდე ახორციელებდა. ის რომ ბირთვული პროგრამა სრულად არ განადგურებულა, ამის შესახებ თავად ბენიამინ ნეთანიაჰუც საუბრობდა, რომ ის არ არის დარწმუნებული და არ აქვს გარანტიები, რომ ირანი ვეღარ შეძლებს საომავლოდ ურანის გამდიდრებას და აი ამ სრული ციკლის წარმოებას და თვითონ ებრაულ მედიაშიც იყო მსჯელობა, რომ რეალურად აი ეს საჰაერო დარტყმებით ამის სრულად განადგურება წარმოუდგენელია და რომ არის ეს ილუზია. ერთ-ერთ ასე ვთქვათ მედია მსჯელობას მოვისმენთ ახლა აქ. It can only be dismantled from within. Let's stop with the illusions and fantasies of only from within or with hundreds of bombs falling. One after the other. Israel has the ability to do it. Why didn't it do it? A question that will be asked in the years to come. Maybe yes. What's disturbing? What's disturbing is that we set ourselves a goal of dismantling the Iranian nuclear program and we didn't. Dismantle the Iranian nuclear program. They still have enriched uranium. They still have end-of-life facilities that exist and are active and waiting patiently. And I'm telling you very carefully, the Iranians haven't said the last word. Those who don't know the ნუ აქ ეს პირი ამბობს, რომ ეს ილუზია, როგორც ვახსენე, საჰაერო ავიადარტყმებით Firdows-ა და ნატანსის არა ისპაჰანის პუნქტების აფეთქება, რომ ეს შიგნიდან უნდა მოხდეს მათი განადგურება და რომ მაგალითად ირანს კვლავ აქვს გამდიდრებული ურანი და აი წარმოების ციკლის აღდგენა მას შეუძლია. ახლა რატო დასრულდა ომის ეს ფაზა ასე?
მე წინა ეპიზოდებში ვახსენე, რომ თავარი мотиваცია ორივე მხარისთვის იყო, რომ ერთმანეთისთვის გამოეფიტათ საჰაერო თავდაცვითი სისტემები, რომ შემდგომი სარაკეტო საჰაერო ავიადარტყმები ყოფილიყო უფრო და უფრო ეფექტური და პროდუქტული. ისრაელს ბუნებრივია არ გამოელია თავდასხმითი შესაძლებლობები, რესურსები, მაგრამ მისი ასე ვთქვათ, მინუსი იყო აი თავდაცვითი სისტემების დეფიციტი. ისრაელი არ არის შეჩვეული მსგავსი მასშტაბის, მსგავსი ასე ვთქვათ, ინტენსიური და ხანგრძლივადიანი ომების წარმოებას. მისი მთავარი ასე ვთქვათ, კონფლიქტები წარმოებდა ნახევრად ორგანიზაციულ დაჯგუფებებთან საკმაოდ მწირი შესაძლებლობებით და მისი თავდაცვითი სისტემები შემოისაზღვრებოდა მხოლოდ აი ცნობილი რკინის გუმბათით, რომელიც არ არის რეალურად გათვლილი ბალისტიკურ რაკეტებზე, ის არის მარტივი რაღაცა ნახევრად ხელნაკეთი რაკეტებზე გამიზნულ მათ ჩამოსაგდებად და ბოლოს, ასე ვთქვათ, დონალდ ტრამპმაც ახსენა, მოდი ეს ჩავთავ ამ ვიდეოსაც. Israel got hit very hard, especially the last couple of days. Israel was hit really hard. Those ballistic missiles, boy, they took out a lot of buildings. აქ დონალდ ტრამპი იძახის, რომ ბოლო დღეებში უკვე საკმაოდ კრიტიკულ ნიშნულს მიუახლოვდა ისრაელის თავდაცვითი სისტემების შესაძლებლობები, რომ ირანის ბალისტიკური რაკეტები უფრო და უფრო ეფექტური ხდებოდნენ და ის ზიანი, რასაც ისრაელი იღებდა, კონკრეტულად ორი მსხვილი ქალაქი თელ-ავივი და ჰაიფა, ამ ზიანის მიღების შესაძლებლობა უკვე ისრაელს აღარ ქონდა, ამიტომ აუცილებელი იყო გარკვეულწილად ცეცხლის შეწყვეტა და რეალურად ისრაელმა შეერთებული შტატების გავლით, ხოლო შეერთებულმა შტატებმა ყატარის მოდერაციით მოითხოვა ეს გარკვეულწილად ცეცხლის შეწყვეტა, რომელიც არ არის რაღაცა ფორმალური გარიგება, ან რაღაცა ხელმოწერილი დოკუმენტი, ეს არის უბრალოდ რაღაც სიტყვიერი ნახევრად შეთანხმება, უბრალოდ დონალდ ტრამპმა მედიის საშუალებით გაავრცელა, რომ ცეცხლის შეწყვეტა მოხდა, რომლის შესახებაც ინფორმაცია ირანულ მხარეს არ ქონდა, მაგრამ რადგან ასე ვთქვათ, ისრაელი დაითანხმეს, რომ აღარ ესროდა ირანს, ირანი ამ შემთხვევაში დათანხმდა ამ ცეცხლის შეწყვეტას ამ ეტაპზე. ამ შეფასებით ნაწილზე, რაზეც მე გესაუბრეთ, აი ამ პრაქტიკულად იგივე შინაარსის სტატია გამოქვეყნდა ალ-ჯაზირაზე, სახელწოდებით როგორ ვერ მიაღწია ისრაელმა მიზნებს ირანში, ქვესათაურით ამ შემთხვევაში, რომ ირანში არც ხელისუფლების ცვლილება მოხდა და არც მისი ბირთვული პროგრამის განადგურება. ავტორი არის დამოუკიდებელი ანალიტიკოსი ორი გოლდბერგი, რომელიც წერს იმას, რაც მე როგორც გითხარით ავწერე, რომ ბირთვული პროგრამა არსებობს, რომ ფირდოუ დაზიანდა, მაგრამ არ განადგურებულა და რომ რესურსი აი ამ ბირთვული პროგრამის აღდგენის, სრული ციკლის აღდგენის ირანს გააჩნია, ხოლო რეჟიმის ცვლილება, რომელიც იყო მთავარი მიზანი, არათუ მიიღწა, არამედ კონტრშედეგი დაიდო, პირიქით მოხდა აი ამ ხელისუფლების გარშემო მობილიზება, ნუ ეს გათვლა იყო იგივე, რაც მოხდა შარშან სექტემბერში ჰეზბოლას მიმართ, რომ თუ კი განადგურდებოდა სამხედრო პოლიტიკური ელიტა, მაშინ მოხდებოდა სრული დემორალიზება, დესტაბილიზაცია სახელმწიფო სტრუქტურების, მაგრამ ირანის შემთხვევაში ეს არ მოხდა და ასევე წერს იმას, რომ რაც ასევე ვახსენე, ირანის სარაკეტო დარტყმები თანდათან უფრო ეფექტური ხდებოდა, რომლის მიღება, ანუ შთანთქმა ისრაელისთვის თანდათანობით შეუძლებელი ხდებოდა. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ თუ ეხლა შევხედავთ ისრაელს საკმაოდ მცირე ზომის ქვეყანაა, დაახლოებით, გოლანის მაღლობებს თუ ჩავთვლით, ეს არის 22,000 კვადრატული კილომეტრი, საიდანაც დაახლოებით 11-12,000 კვადრატული კილომეტრი ნეგევის უდაბნოა, ანუ დაახლოებით დასახლებული ნაწილი ისრაელის არის 10,000 კვადრატული კილომეტრი და საკმაოდ მჭიდროდ არის ქალაქები ერთმანეთთან და ყველა ეს ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული წერტილი, სადაც სამხედრო თავდასხმები ხდებოდა, პრაქტიკულად ქალაქებში, ან ქალაქებთან ძალიან ახლოს და ხშირად იყო, რომ მაგალითად ბალისტიკური რაკეტები სამოქალაქო დაწესებულებასაც ხდებოდა. ეს იყო უპრეცედენტო თავდასხმა ისრაელის ისტორიაში, მსგავსი ტიპის ზიანიდან კრევა თელ-ავივს და ჰაიფას პრაქტიკულად აწლეულებია არ მიუღია. ნუ ესეც იყო გარკვეულწილად ირანზე წარმოდგენა შეიცვალა ისრაელში, თუ მაგალითად ეს ტრიუმფალური წარმოდგენა არსებობდა, რომ ისრაელი არის დაუმარცხებელი ებრაულ საზოგადოებაში და ირანიც არ იქნება ისეთი მოწინააღმდეგე, რომ რამე წინააღმდეგობა გაწიოს. აი გარკვეულწილად აი ეს შიში ომში, ასე ვთქვათ, უპირობოდ ჩართვის ისრაელში და ებრაულ საზოგადოებაში თანათანობით გაჩნდა. ნუ აქ იყო კიდევ ამ სტატიაში ნახსენებია ისიც, რომ
საერთაშორისო დონეზე გარკვეულწილად მხარდაჭერა და ლეგიტიმაცია მიიღო ირანმა, გამომდინარე იქიდან რომ ის იყო მსხვერპლი ამ შემთხვევაში, ხოლო ისრაელმა ეს საერთაშორისო PR-იც წააგო ამ შემთხვევაში. ასევე საინტერესო იყო ამ ომის ბოლო აკორდები, როდესაც შეერთებული შტატების თავდასხმას ირანმა უპასუხა, კონკრეტულად მისი სარაკეტო თავდასხმა ყატარში, რეგიონში ყველაზე დიდ ამერიკულ სამხედრო ბაზაზე, ალ-უდეიდის ბაზაზე, სადაც დაახლოებით 13,000 ამერიკელი სამხედრო მსახურობს და სადაც არის ცენტრალური გენშტაბი ამერიკის, რომელიც აკონტროლებს მთლიანად ახლო აღმოსავლეთის რეგიონს და ესეც იყო ასე ვთქვათ სიმბოლური დარტყმა და ასევე მნიშვნელოვანია იმ გაგებით, რომ პირველად ირანმა ეს რეგიონული დაპირისპირება გაიტანა იმ სივრციდან, სადაც ტრადიციულად ეს ისრაელ-ირანის დაპირისპირება მიმდინარეობდა, გულისხმობ ერაყი, ირანი, ლიბანი, გაიტანა და გადავიდა სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებზე. ეს იშვიათი მოვლენაა, როდესაც ეს საბრძოლო პროცესი გადავიდა აი ამ არაბულ მონარქიების ტერიტორიებზე და გარკვეულწილად ესეც იყო სიგნალი არაბული მონარქიებისთვის, რომ ის ფარი, რომელიც მათ აქვს შეერთებული შტატების თავდაცვითი ძალების სახით, ეს ფარი შეიძლება არ იყოს ეფექტური და ის არ არის გარანტორი იმისა, რომ სრულად დაცული იქნებიან ეს მონარქები მომავალში. ასევე გახშირდა საუბრები იმის შესახებ, რომ ირანი საომავლოდ გარდაულად შექმნის ბირთვულ იარაღს, რომ მას სხვა გზა არ დაუტოვეს, რომ მოახდინოს შემდგომში მასზე თავდასხმის პრევენცია, რომ მას, როგორც ვახსენეთ, კვლავ აქვს ეს გამდიდრებული ურანი გადამალული, რომელთაც შეუძლია მას რამდენიმე ქობინის გაკეთება, მაგრამ შეიძლება ეს არ იყოს გარდაუვალი სცენარი. გამომდინარე იქიდან, რომ ბირთვული იარაღის ქონა შეიძლება უფრო მეტ უარყოფით აძლევს ირანს, ვიდრე მისი ქონა. და რაც გულისხმობ ახლა ამაში. პირველი, თუ ირანი შექმნის ბირთვულ იარაღს, ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ მისი კონკურენტი არაბული ქვეყნები, კონკრეტულად საუდის არაბეთიც ამას საომავლოდ განახორციელებს და ასევე დიდი ალბათობით იგივეს გაიმეორებს თურქეთი, ამიტომ რეგიონი გახდება პრაქტიკულად სრულად ბირთვული, რაც დიდი რისკების შემცველია. ასევე ბირთვული იარაღის ქონა არ არის აბსოლუტური გარანტია იმისა, რომ ქვეყანაზე სამხედრო თავდასხმა არ მოხდება, ან დივერსიული ქმედებები არ განხორციელდება, იგივე ეს ბოლო დღეების მოვლენებიც ამას ადასტურებს. ისრაელი არის ბირთვული ქვეყანა, მას აქვს ბირთვული ქობინები, არაფორმალურად, მაგრამ ეს კონვენციური აზრი არსებობს, მაგრამ ეს არ ყოფილა ხელისშემშლელი ფაქტორი იმისა, რომ ირანს ესეთი მტკივნეული ბალისტიკური თავდასხმები განეხორციელებინა მასზე. იგივე რუსეთის შემთხვევაც, უკრაინა-რუსეთის კონფლიქტში, რადგან რუსეთი ბირთვული ქვეყანაა, ეს არ არის შემაკავებელი იმისათვის, რომ უკრაინამ არ მიიტანოს სხვა სარაკეტო თავდასხმები, დივერსიული ქმედებები არ განახორციელოს ამ ქვეყანაში. და საომავლოდ მაგალითად სცენარი რომ წარმოვიდგინოთ გარკვეული შიდა დესტაბილიზაციის ირანის, წარმოიდგინეთ თუ ბირთვული იქნება ირანი, ბირთვული ქვეყანა, შემდგომ ამ დესტაბილიზაციაში ვის ხელში აღმოჩნდება, ან რა ბედი შეიძლება ეწიოს ამ ბირთვულ ქობინებს. ამიტომ საკუთარი უსაფრთხოებისთვის, რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, საკუთარი უსაფრთხოებისთვის ირანის ინტერესია, რომ ბირთვული იარაღი არ ქონდეს. თან რომც ქონდეს, მას ვერასოდეს ვერ გამოიყენებს, გამომდინარე იქიდან, რომ ის ფიზიკურად ვერ ესვრის ისრაელს ბირთვულ იარაღს. გამომდინარე იქიდან, რომ ისრაელში არის წმინდა ისლამური მიწები, ალაქსას მეჩეთი, იქ ცხოვრობენ პალესტინელები, ამიტომ ბირთვული იარაღის გამოყენება ისრაელის წინააღმდეგ არის აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული და აბსოლუტურად საწინააღმდეგო იმ იდეოლოგიისა, რაზეც ამ შემთხვევაში ირანი დგას. ეს არის მიზეზები იმისა, რის გამოც შეიძლება ბირთვული იარაღი ირანმა არ გააკეთოს. მაგრამ მე ახლა არ გამოვიცხავ იმას, რომ შეიძლება რაღაც ეს პოლიტიკა შეიცვალოს და ირანი ბირთვული გახდეს. მაგრამ აქ იყო ერთი საინტერესო შეთავაზება მოსკოვის მხრიდან. ვლადიმერ პუტინმა განაცხადა მსგავს შეთავაზება, თუ ირანს სურს, რუსეთს შეუძლია დაიცვას მისი ბირთვული პუნქტები მის ტერიტორიაზე. ანუ განახორციელოს ნებისმიერი, ასე ვთქვათ, თავდასხმის პრევენცია. ამის საუკეთესო მაგალითი არის მაგალითად ბუშერის ელექტროსადგური, რომელიც სპარსეთის ყურის ნაპირზე მდებარეობს ირანში, რომელიც თავის დროზე რუსების დახმარებით ააშენეს, განახორციელეს ეს პროექტი ირანელებმა და დღემდე იქ რამდენიმე ასეული რუსეთის მოქალაქე მუშაობს
და ის ტერიტორია დაცულია თუ სწორად ვიცი S-400 ან S-300 ტიპის თავდაცვითი სარაკეტო სისტემებით და მასზე თავდასხმა აი 12-იან ომში არ მომხდარა თვითონ პუტინმაც თქვა რომ ტრამპ და ნეთანიაჰუმ გარანტია მისცეს რომ ბუშერის ელექტროსადგურზე თავდასხმა არ მოხდებოდა. ნუ მსგავსი ტიპის ფორმატს თავაზობს ამ შემთხვევაში რუსეთი, რომ მაგალითად ის ბირთვული ურანის გამამდიდრებელი პუნქტებზეც მოხდეს რუსული თავდაცვითი სისტემების განლაგება და გარკვეულწილად რუსული შემაკავებელი ფარის შექმნა. არ ვიცი ახლა მოვლენები როგორ განვითარდება, ირანის ხელისუფლება რა გზას აირჩევს, თუმცა შეიძლება ვთქვათ, რომ შეიძლება ეს იყოს ოპტიმალური გამოსავალი, მაგრამ ამ შემთხვევაშიც ირანის ხელისუფლებას არ სურს, რომ ცალსახად დამოკიდებული იყოს რომელიმე ქვეყანაზე მისი ეს ბირთვული პროგრამა. თუნდაც ამ შემთხვევაში მის სანახევროდ მოკავშირე თქვა პარტნიორზე რუსეთის ფედერაციაზე. რაც შეეხება დღევანდელ სტატუს-კვოს, რა თქმა უნდა, ეს ცეცხლის შეწყვეტა მყიფეა, ის არ არის ფორმალური შეთანხმება, ის არ არის არანაირი გარანტიებით. ნებისმიერ მხარეს შეუძლია ნებისმიერ მომენტში განახორციელოს ერთმანეთზე თავდასხმა და მოხდეს ხელახალი ესკალაცია, თუმცა დაუკვირდით ამ 12-დღიანი კონფლიქტის შინაარს, როგორც ვახსენე, ისრაელი არ არის მზად მსგავსი ტიპის სრულმასშტაბიანი ომის საწარმოებად ხანგრძლივად. მას ის არის გათვლილი სწრაფ შოკის მომგვრელ სამხედრო ოპერაციებზე, რომელიც აღწევს მიზანს. როგორც კი ეს პროცესი იწელება, ისრაელის რესურსი არის ამოწურვადი და მას არ შეუძლია ეს ხანგრძლივადიანი ომების წარმოება, რაც აი ამ მოვლენებმაც აჩვენა. ამიტომ შეიძლება ვთქვათ, რომ ამ ტიპის ამ შინაარსის დაპირისპირება შეიძლება აღარ ვიხილოთ. არ გამოვრიცხავ, მაგრამ სავარაუდოდ აღარ ვიხილავთ და შეიძლება ისრაელმა დაიწყოს ისევე მისთვის აპრობირებული მეთოდები, ისევე დივერსიული ქმედებები, პოლიტიკურ ელიტებზე მკვლელობების განხორციელება, ასევე მაგალითად თუნდაც აიათოლა ხამენეიზე თავდასხმასაც არ გამოვრიცხავ, შეიძლება დაიწყოს შიდა სეპარატისტული დაჯგუფებების აქტივაცია, კონკრეტულად იგივე ბალუჩისტანში, ხუზესტანში, არაბების და ქურთისტანის რეგიონში. ამ მხრივ ყველაზე მოწყვლადი მაინც არის ირანის ქურთული რეგიონები, ხუზესტანში არაბული სეპარატიზმი არსებობს, მაგრამ ამ შემთხვევაში ნაკლებად წარმომიდგენია ამის აქტივაცია მოხდეს. შეიძლება მოხდეს, მაგრამ მომავალი ამას არ ექნება. იგივე ბელუჩების სეპარატიზმი უფრო აქტიურია პაკისტანში ვიდრე ირანში, იმიტომ რომ ირანის მხარეს პრაქტიკულად უდაბნოა და იქ მოსახლეობა საკმაოდ მწირია და ამ შემთხვევაში პაკისტანის ფაქტორიც არსებობს, რომ ბელუჩური სეპარატიზმს ირანში აზრი არ აქვს. ამ მხრივ ყველაზე მოწყვლადი არის ქურთული და შეიძლება ვთქვათ აზერბაიჯანული სეპარატიზმი, მაგრამ აზერბაიჯანულ სეპარატიზმს არ გააჩნია პოლიტიკური ეჯენსი, ანუ სუბიექტი, არ არსებობს ორგანიზაცია, რომელიც ითხოვს აზერბაიჯანულ დამოუკიდებლობას ირანში, მაგრამ თუ ქურთულ უმცირესობას ესეთი გააჩნია, არსებობს ორგანიზაცია სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია PJK, რომელიც ითხოვს ქურთების დამოუკიდებლობას ირანში და ახაც მნიშვნელოვანია ის, რომ აი ამ რეგიონს პირდაპირ საზღვარი აქვს ერაყის ქურთისტანთან და საიდანაც ხდებოდა ყველაზე ხშირად აი ამ იარაღის შეტანა ჩუმად, აი რომ მოსადის აგენტურული ქსელის მოსამარაგებლად ირანში და ეს საზღვარი არის ყველაზე მოწყვლადი ამ შემთხვევაში ირანისთვის. და არ გამოვრიცხოთ, რომ ეს მეთოდებიც იქნას გამოყენებული. მაგრამ ომის ამ დროებით შეჩერება მაინც წამგებიან სიტუაციაში ამყოფებს ისრაელს, გამომდინარე იქიდან, რომ პრაქტიკულად ირანისთვის ცხადი გახდა ბრძოლის მეთოდები თუ რა ტიპის მეთოდებს იყენებს ისრაელი და ამ შემთხვევაში გაკვეთილები გარკვეულწილად ნასწავლია. თავდაცვითი სისტემების განახლება, ეფექტურობის გაზრდა შეიძლება მოხდეს. მაგალითად, პეკინში მოხდა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრა დაუგეგმავად, სადაც ჩასულები იყვნენ იყო ჩინეთის თავდაცვის მინისტრი, ირანის თავდაცვის მინისტრი და რუსეთის თავდაცვის მინისტრი ჩასული, სადაც სავარაუდოდ შეთანხმდნენ იმაზე, რომ აი როგორც თავდაცვითი სისტემებს გადაცემენ ირანს, ასევე ავიაციას იმ თვითმფრინავებს, რომელსაც ჩინეთი აძლევს პაკისტანს და რომელიც პაკისტანმა გამოიყენა ინდოეთის წინააღმდეგ რამდენიმე კვირის წინ, როდესაც მოხდა ქაშმირის სასაზღვრო ზოლში საჰაერო შეტაკებები. რაც აი ამ შემაკავებლის სტატუს-კვოს ირანის მხრიდან ზრდის,
ასევე ძალიან მნიშვნელოვანი და ჩემი აზრით საკვანძო ისრაელის მთავარი დასაყრდენი ამ დაპირისპირებაში იყო ზუსტად ის აგენტურული ქსელი, რომელიც მას ჰქონდა ირანის ტერიტორიაზე, რომელმაც მოახდინა მთლიანად პირველი 8 თუ 10 საათიანი შოკის განხორციელება ირანზე, რომელთაც მოახდინეს თავდაცვითი სისტემების პარალიზება ირანში, ეს თავდასხმები მათ განახორციელეს როგორც შიგნით, ასე ვთქვათ, შეტანილი დრონებით, ასევე ანტისატანკო რაკეტებით და აი ამ თავდაცვითმა სისტემებმა იმიტომ ვერ იმუშავეს თავდაპირველად და იმიტომ მოხდა მაგალითად ამ გენერალიტეტის ძალიან სწრაფად და მარტივად განადგურება თეირანის გულში და ჩვენ როგორც ვნახეთ ბოლო აი 12 დღის განმავლობაში არსებობს ინფორმაციები, სტატიები, რომ 700 ასეთი მოსადთან თანამშრომელი პირი არის დაკავებული უკვე ირანში, აქედან უკვე 3 სიკვდილით დასაჯეს და ასევე ირანმა ამოიღო 10,000-ზე მეტი მცირე ზომის დრონი, რომელიც აი ამ დივერსიებისთვის იყო გამიზნული. ანუ ესეც იმას ნიშნავს, რომ შიდა დივერსიული და დესტაბილიზაციის მექანიზმებიც ისრაელს სამომავლოდ არ აქვს. ესეც ასე ვთქვათ, უკან დახევა არის სამომავლო დაპირისპირებაში ისრაელისთვის. და პირიქით ამ შემთხვევაში პლუსი ირანისთვის. მთლიანობაში ხა რო შევაჯამოთ ირანის წინააღმდეგ პრაქტიკულად რაც არსებობს თეოკრატიული სისტემა გამოყენებული იქნა თითქმის ყველა მეთოდი იმისათვის რომ ეს თეოკრატიული სისტემა დაეშალათ დაწყებული მისი შექმნიდან დაწყებული ჯიმი კარტერის პერიოდიდან, როდესაც დაიწყეს ასე ვთქვათ სანქციების მეთოდი, შემდგომ შიდა დესტაბილიზაციის მეთოდები, რომელიც ქრონიკული იყო ირანისთვის, ყოველ ასწლეულში საკმაოდ უზარმაზარი გამოსვლები იყო ირანში, შეიძლება ლეგიტიმური მოთხოვნებით, თუმცა ეს მათ უკან ყოველთვის იყო რაღაც ესეთი სადაზვერვო კვალი და ნუ ეხლა გამოყენებული იქნა ესეთი ჯერ ასე ვთქვათ გამოყენებული იქნა ეგრეთ წოდებული თაფლაკვერას მეთოდი, რომ რაღაც დათმობებზე წაიყვანეს ირანი ამ ბირთვული შეთანხმებით, მაგრამ ეს თაფლაკვერას მეთოდი მალევე გააუქმა ტრამპმა და შემდგომ უკვე როგორც ხედავთ გამოიყენეს ყველაზე უხეში ფორმა, ომის ფორმა მის წინააღმდეგ. ანუ ეს მეთოდები პრაქტიკულად ყველა გამოყენებულია, სხვათა შორის შეჯვარებული მეთოდებიც, როგორც ასე ვთქვათ, მოსადის აგენტურული დესტაბილიზაციის მეთოდი, ასევე უშუალო თავდასხმის მეთოდი და ასევე რაღაც სტრატეგიული თავდასხმის მეთოდი, რაც გამოიყენა შეერთებულმა შტატებმა ამ ფორდოს, ნატანცისა და ისპანის ურანის გამამდიდრებელი პუნქტების განსახორციელებლად. ასევე ამას დავამატოთ ის, რომ თეოკრატიულმა სისტემამ გარდა იმისა, რომ დამატებით ლეგიტიმაცია მიიღო, საომავლოდ ნებისმიერი საპროტესტო გამოსვლა იქნება თუ რაღაცა დიდი სახალხო მღელვარება, რომელიც ირანში შეიძლება მოხდეს, ის ყოველთვის იქნება უსაფრთხოების ჭრილში განხილული. მოხდება სახალხო პროტესტის სეკურიტიზაცია და ყოველთვის იტყვის თეოკრატიული სისტემა, რომ ამის უკან დგანან აი ჩვენი მოწინააღმდეგე ეგზისტენციური საფრთხის შემცველი ქვეყნები, კონკრეტულად ისრაელი ან შეერთებული შტატები და ყოველთვის ექნება ეს არგუმენტი, რომელიც იქნება მყარი არგუმენტი ამ შემთხვევაში, ანუ საომავლოდ შიდა ესე თქვა საპროტესტო დესტაბილიზაციის ინსტრუმენტიც ამ შემთხვევაში ისრაელს აღარ ექნება. ასევე უნდა ვახსენოთ ისიც, რომ საომავლოდ თუ კი ისრაელი გადაწყვეტს სამხედრო ესკალაციას ირანის წინააღმდეგ, ამ საქმეში ის აღმოჩნდება მარტო გამომდინარე იქიდან, რომ შეერთებული შტატების მხრიდან ამ კონფლიქტში უშუალო ჩართულობის ნებელობა ძალიან ასე ვთქვათ შემცირებულია, თუ ნულს არ უტოლდება. ნახეთ ჩვენ დონალდ ტრამპის განცხადებები, რომ ის მან დაასრულა ამ კონფლიქტში ჩართულობა, რომ ის აღარც კი აპირებს ბირთვული მოლაპარაკებების გაგრძელებას, რომ რეგიონში უნდა დამყარდეს მშვიდობა, რომ ირანი არის დიდი ქვეყანა, რომ მას სურს მასთან ვაჭრობა და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ესეც გარკვეულწილად შემაფერხებელი ფაქტორი იქნება სამომავლოდ ისრაელისთვის ირანთან დაპირისპირებაში. ასევე უნდა ვახსენოთ ისიც, რომ აი ბირთვული მოლაპარაკებები შევეხე, თუ კი, შეერთებული შტატების პერსპექტივიდან, თუ კი აღარ არსებობს ბირთვული პროგრამა, მათი გადმოსახედიდან, მაშინ ბუნებრივია ბირთვული მოლაპარაკებების არსებობასაც აზრი არ აქვს, მაშინ ასე თავარი შეკითხვა ჩდება ზოგადად, მაშინ რატომ რა აქვს სანქციები ირანს შეერთებული შტატების მხრიდან დაწესებული. ამ კითხვას ბევრი არ სვავს და ამაზე პასუხი არ არსებობს. ანუ ირანზე სანქციების არსებობის თავარი არგუმენტი იყო, რომ ის უკანონოდ ახდენს ბირთვულ ურანის გამდიდრებას. შეჯამების სახით რომ ვთქვათ, ირანის შემაკავებელმა ძალამ იმუშავა, ეგრეთ წოდებულმა deterrent power-მა,
რომელმაც საშუალება არ მისცა თავდასხმის სუბიექტებს რომ ჩამოეშალათ ირანული სახელმწიფომ, ჩამოეშალათ სახელმწიფო ვერტიკალი და ირანმა არ თქვა საკუთარ სახელმწიფო ინტერესებზე უარი ამ შემთხვევაში ურანის გამდიდრებაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ რაც კონფლიქტამდე ირანისთვის არსებობდა სტატუს-კვო, ის სტატუს-კვო არსებობს ომის დასრულების შემდეგაც, რაც არის ამ შემთხვევაში მისი პოლიტიკური გამარჯვება. მიუხედავად მისი ადამიანური და ინფრასტრუქტურული ზარალისა. ეს მოცემულობა ისრაელისთვის არის კრიტიკულად მიუღებელი, რომელმაც შეიძლება პოლიტიკური კრიზისი გამოიწვიოს თავად ისრაელში და გააჩინოს კითხვები პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ. მას სჭირდება ამ ომის გაგრძელება, ამიტომაც იყო ებრაულ საზოგადოებაში საკმაოდ დიდი კრიტიკა აი ამ ომის ცეცხლშეწყვეტით დასრულების შესახებ, როგორც გამოკითხვებმა აჩვენა, მოსახლეობის უმეტეს ნაწილს სურდა აი ამ ომის გაგრძელება. ამიტომ ბენიამინ ნეთანიაჰუს სჭირდება პერმანენტული ომი პრაქტიკულად. შეიძლება მან რაღაც ეს ფაზა ამ შემთხვევაში დასრულდა, მაგრამ როგორც ვახსენე, სხვადასხვა ფორმებით ირანთან დაპირისპირება გააგრძელოს, მაგრამ ამ შემთხვევაში კონცენტრაცია, როგორც თავდაცვის მინისტრმა კაცმა განაცხადა, გადავა ისევე ღაზის სექტორზე და ჰამასის განეიტრალებაზე და ტყვეების გათავისუფლებაზე, რომელიც ასევე დროში გაწელილი პროცესში აღმოჩნდეს, გამომდინარე იქიდან, რომ როგორც ვახსენე, ნეთანიაჰუს სჭირდება პერმანენტული ომი. წინააღმდეგ შემთხვევაში მისი ხელისუფლება დიდხანს ძალაუფლებაში ვეღარ იქნება და თავად ბენიამინ ნეთანიაჰუს პერსონალურად ემუქრება საპატიმრო, სასჯელი მასზე არის არაერთი საქმე აღძრული კორუფციის ბრალდებით. დღეისათვის სულ ეს იყო, მოიზიარეთ ვიდეო და გამოიწერეთ არქივი. ეს დიდი ვეზირია, მე შოთა თხელიძე ვარ, დროებით.